პრინციპში საღამო უკვე 4 საათი ხდება. 4-ია ხო სოსო? 4-ია საათი? საათი რომელია? 4. რა 2 საათი შვილო? მოკლედ შუა დღე მშვიდობისა. არც იქით არც აქეთ. ცხელა უკვე გარეთ ხან ცხელა ხან გრილა ვერ გაიგებ. მოკლედ ძალიან ყურადღებით უნდა იყო ესეთ ამინდებში რომ რაღაცა გაციება და რაღაცის არ აიკიდოს ადამიანმა. ხო, გუშინ ცოტა მივალაგე აქ, მაგრამ ცოტა, იმიტომ რომ მაქვს მოკლედ ჭურჭელი მაქვს დასაბინავებელი, ცოტა მინდა შევამცირო აქ აუროპანო ეს ადგილები. გუშინ მაშინ ლიბრეში ვიყიდე ესეთი ხრუბლები, ორი და რაღაცა მივეცი. მეგონია წერაზე თუ არა. ასე რა წერია. 3 ცალი ხრუბელი იყო და იცით რა ხელებია მეგობრებო, ნახეთ, ერთი ხელი სწორია. დიდი თან ვიფიქრე მე ხო არ გავჭრა მეთქი. და მოკლედ ეს ხრუბელი ვიყიდე კიდე. სოსოს მუშაქრო კოკაკოლა ვიყიდე ბოსტნეული, კარტოფილი, ხახვი, ნიორი, კიდე რა იყო ისეთი. მოკლედ ეს გუშინდელს გეუბნებით საღამოს, ანუ ხო პამიდორი ვიყიდე. და ბანანი ხო, ბანანი. ეხლა რა ვიყიდე 40 ლარად. აი ვითომ 40 ლარი, 50, 100 როგორ ჟღერს ხო? და ამ დროს აი არაფერი არა ჰაერი. და დაბალი ხელფასები გვაქვს იმის მიხედვით, მიხვდებით ადამიანები რა დაბალი ხელფასი გაქვთ, პროდუქტები რა ღირს. ანუ მაგის მიხედვით შვენივრად შეუძლია ადამიანს მიხვდეს, რომ დაბალია ხელფასები. რა თქმა ამას დიდი ფილოსოფია. მოკლედ ჩვენ დროს რომ კაპიკები რო ღირდა და ახლა რო ოქროს ფასი გახდა, სულგუნი ვიყიდე, პატარა ნაჭერი, აი ეს აი ახლა ეს გადავიხადე 7 და რაღაცა. აი ამ პატარა მოცუცქნულ ნაჭერში. სიმინდის ფქვილი, ანუ ჭადის ფქვილი, ეს კიდე კარგად შევხვდა 4 ლარად. და სხვათა შორის იმ გოგოებთან ვყიდულობ ხოლმე, ღომს ვაკეთებ ხოლმე, სხვათა შორის ღერღილს ვყიდულობ მათთან. და მხოლოდ ღერღილით ვაკეთებ ღომს, არ მიყვარს ფქვილგარეული ღომი. ეს რაც შეეხება ამას, 1 წამით მოკლედ კატები დავაბშვიდე, დავაწყდარე, ანუ ვეჩხუბე. იმიტომ რომ ვაჭამე, კარგად ვაჭამე. გუშინ სამსახურიდან წამოვიღე, თან გუშინ წინ დამრჩა. იმას კიდე დავამატე. კარგად ბლომად ჭამეს, მოკლედ ხორცი ჭამეს და კიდე მეკნავლები, ანუ კიდე კნავია, მერებს შლია. ხო. რას ვამბობდი? ხო, რაზე გავჩერდი? ხო, მწვანილები ვიყიდე. კინძი, ოხრახუში, რეჰანი, ციცაკები. ციცაკები მიყვარს, მეგობრებო, არ ვიცი, აი საერთოდ ცხარე გაჭმელობ. უნალექო ყავა ვიყიდე, იმიტომ რომ სოსოს უნდა ხოლმე ცივი ყავის მომზადება და შემირჩია გამყიდულმა სულუქი. გონინეს კაფეა, ხო. კვერცხი ვიყიდე 10 ცალი. მოკლედ თან ფასებს გეტყვით, ხო? 10 ცალი თქო, შვილო, 100. ხო, 100 კვერცხი ვიყიდე. საავადმყოფოდ აღარ ვყიდულობ, მაგრამ სადრე ვყიდულობდით ხოლმე. ოჯახი 100 და მეტიც, ჰა? ხო, ვერ კვერცხებს ვყიდულობდით, ეზოში შეჯიბრი გქონდა ხოლმე. ძველნისებად წერო ცხოვრობდით, აი ჩვენ ამდენი შევღებეთ, ჩვენ ამდენი და ფერი წელი უნდა ხო, მაცალეს ოსო 1 წუთი, ესე იგი, ამაში ხო 7 და რაღაც, ნუ თქვათ იყო 7.5.
ეს 5 და რაღაცა, მოკლედ ჭადის ქვილი 4 ლარი, წვანილები ლარის და ისიც ლარის, ანუ 2 ლარის. მოკლედ რაღაც ახალი საცხობი გაიხსნა მან და რაღაცა იმას მივამსგავსე ჩემ ბავშვობაში ერთი ჯიმო ერქვა თუ სახელი კაცი დადიოდა ესეთი ის ქონდა ზემოთ ვიტრინიანი ტაჩკასავით იყო ეს დიდი და ბულკებს ყიდიდა ხონდა ეს მოგრძო იყო ესეთი ის ქონდა ეგრეთ წოდებული პრინციპკა თუ როგორც იტყვიან რა და პავიდლოც ქონდა ესე მოკლედ ძალიან მიყვარდა და ეხლა გასინჯა ვნახავ როგორია ძალიან ჰაეროვანია არა უშავს ძალიან ტკბილი არ არის ეგ კაია ეგ პლუსია იყო საფრთხე დილოს 12-ზე თუ 11-ზე გავიღვიძე კაკაო დავლიე ბუტერბროდთან ერთად და ეგ იყო და ეგ მე ისევ დავიჭირე ეს პური ვიყიდე ის ფათაშორის მე მომწონს აი ეს პური ეს ისე გაქვია უკაცრო პრემიუმ ხარისხი და მგონი ამისია ესეც ხო ეს უნდა იყოს პური ბალტიკა მოკლედ ესეთი იყო ლიბრეში 2 ცალი დარჩენილი და უნდა ამეღო 2 ცალი ხო და ქალი გაჩერდა ესე და მივხვდი რომ იმასაც უნდოდა და მეთქი აიღეთ მეთქი ერთი თქვენ მეთქი ანუ ერთი ავიღე რა არა თქვენ აიღეთო ხო გინდოდათ არა მეთქი მე სხვას ავიღებ მეთქი აი დიდი მადლობაა ამაზე რაღაცა ხდება ხოლმე ასე რომ მე ისეთი ბედი მაგაკეთ ცხვირწინ ამაგრილ ჯამებ ხოლმე ხო და მე ეს მაშინ მიწისქვეშა გადასასვლელში რომ გადავდიოდი 5 ლარის ანუ ფურდა არ მქონდა რა 3 ლარი ღირდა რაღაცები სახლისთვის ვიყიდე და მომცა 5-ში ეს არის ესეთი რა ქვია სარაფანი ესეთი სარაფანკა აი ესეთი მატერია ახლა დაგანახებთ ნახეთ როგორია ეს გეცოდინებათ აი ეს გაჭურვალე თუ რა ქვია ამას ესეთი როა რა ოღონდ მე მგონი პადივკა აქვს კი ეს ტიპრეტელები თუ უბრალოდ სადა ესეთი სარაფანი და კიდე ეს ძალიან ისეთია საზღვაოს რო გავს რა თეთრი გვერდებში ჩახსნილი რო აქვს ზანგრია ძალიან დაბლა მაქვს ჭაღი ჩამოკიდებული აი მოკლედ ესეთი გვერდებში ჩახსნილი ესეთი თხელი ნაჭრის ეს კრუჟავებით რო აქვს მაქანებით რო არა ჩადგმულები რო აქვს მოკლედ ესეთი შეიძლება არ ვიცი ვფიქრობ დავამოკლოს ავეთ იმიტომ რომ მე ამ სიგრძის საფულში რა ვიცი არა მგონია ზღვაზე კიდე შეიძლება განაობის მერე რო გადაიცვა რო გიბერავს ნიავი არ გაცივდე ეს ვარიანტია შეიძლება მაგრამ ამას ავწევ ანუ სადღაც აი ასე იქნება რა მოკლედ გავაკეთებ ისეთი ფასები ღირს მეგობრებო ნაჭერს ვერ იყიდი მაქვაში მოკლედ ეს ორი რაღაცა აი ესე მართლა ხელს გამოვაყოლე 5 ლარი всё ეს არის ჩემი საყიდლები და ჩემი მარაგი
იაფიანი სიგარეტის, რომელიც 2 ცალი ღირს 7 ლარი მეგობრებო და ეგ ვიყიდე, იმიტომ რომ დასვენების დღეებში რახან არ მაქვს ფული, ანუ ხელფასი. ხო უნდა მქონდეს რომ მათხოვრად არ გადავიქცე. მოკლედ ეს არის რაც ვიყიდე. ეხლა ვფიქრობ რაღაცა დავითვალოთ. ხუთი სამი და ორი, ესეც 5, ეს 10. 10 და 7, ესეც 17, 17 და 2, 19 და იქ ხურდები იყო, აი 20, 27, 27 და 4, რაღაცა ვიყიდე, კიდე და არ მახსოვს. 5 ლარის მინუს ეხლავე ეს არის 5 ლარის. რაღაცა არასწორი დავითვალე მეგობრებო. ახლავე. ეს 2 და 6 რამ. 11 დავამბობთ ვაზი და 7 რაღაცა იყო. 19 და 2, 21 და 7 და 8. ხო, გამოდის. მაგრამ რაღაცა შეიძლება ხურდები დამჭა. რაღაცა 5 ლარის ესა მაქვს. შეიძლება ხო. სწორია. მოკლედ ხო რა, ესე გამოდის 40 ლარი. 40 ლარი იყო, მაგრამ დავაბრკვალოთ რა. ხო, ყავა დავლიე, არა. ყავა დამილევია, თუ დავლია, ხო, დავლიე. აი ეს იცით რა, მეგობრებო, ძილის შებრუნება. შეიძლება დღეც აგერიოთ, შეიძლება რიცხვიც აგერიოთ. ეს ვანდას ისა რა ქვია, კონტეინერი. მოკლედ ვანდა არის იმაზე, ბიულეტინზე და გუშინ დედა ჩემი მოიტაცეს. ჩემო პატარა დაიკომდა სიძემ. ბავშვები დაიტოვა დღეს, იმიტომ რომ ზუსტად ვერ გავიგე, მგონი უფროს აქვს ექსკურსია და მოკლედ გამეწაიყო. ვანდა დარჩა მარტო. თან ალბათ არის, წარმოიდგინეთ ახლა ეს ბრონხები, სუსტად აქვს რაღაცა თან წნევებიც აწუხებს. ისეთი დაფეთიანებული იყო. ვიდეოს ერთ ველაპარაკებოდი. ხო და არ ვიცი, შეიძლება დღეს გავიდეთ საღამოს. ხვალ მგონი თვითონ მოკლედ ესე მოვილაპარაკეთ, რომ ერთი დღე ჩვენ გავალთ, მეორე დღე თვითონ გამოვა. უნდა გაიცემოს და მოვიდეს ჩანზე. და მოკლედ ესეთი ამბები მაქვს. ეხლა ყავას თავაბინავებ, მაგრამ ვფიქრობ სად ჩავყარო. რაღაცა პატარა ქილა მქონდა. პატარა ქილა კი ბატონო. მაქვს ყავის. ესეც ასე გუშინ
ну, თავისთავად ახლა სამსახურში ვიყავი და პატარა დრო რომ მაქვს ხოლმე. რაღაცის აკაკუნებს. ჭიშკარს აკეთებენ. ხო და გადავხედე რა მოკლედ კომენტარებსთან ეტაპობრივად ემატებოდა მე საღამოს უკვე ანუ გვიან უკვე ისე აღარ მეცალა და ну ბოლოს სახში რომ მოვედი ყველა კომენტარს გადავხედე აი მე ერთი ჯერ გვარზე გამეცინა ყვავაძე თუ ყვავაშვილი, ყვავი რა მოკლედ. ვიღაცა ყვავი. აი ისო რა ქვია. აბაო მხრებზეო ხელი მოისვიო, ანუ ისო რა. თავის ჭკუაში ვითომ რაღაც ისე სარკაზმულად. ხო და მადლობა გოგოებო, პასუხები გასცეს ჩემს მაგივრად. ზოგადად ესეთი აი ადამიანებს რა დალევს, მაგრამ მე დიაგნოზს დავუსვავ ესეთ ადამიანს, ეს არის მოკლედ ცხოვრებისგან დაჩაგრული ადამიანი. ახლა არც მე ვარ ნაკლებად დაჩაგრული, მაგრამ ღმერთს იმას ვთხოვდი არ გამაბოროტო თქო. მე სხვას არ ვერჩი. ანუ არ ვეჭრები მის სივრცეში არ დავსდევ თუ როგორ ვთქვათ აი კომენტარებს არ ვუწერ ხო და მოკლედ რა ცოდო ადამიანები არიან და რაღაცას რომ მოისმენენ რაღაცას გაიგებენ ის იმდენი უნარი კი არ გააჩნიათ რომ ასე ვთქვათ შორიდან დანახული რაღაც სხვაგვარად არის საკუთარი თავიდან გამომდინარე მსჯელობენ ვთქვათ თვითონ ვიღაცა რაღაცას იქ მიამსგავსებენ მომსგავსებენ მოკლედ რა მიხვდით ხო რა ის თქმა უნდა და ესე დასკვნებს აკეთებენ და ნუ მერე რაღაცა ეს სიმბოლოტე და ბოღმა უღვივით თორე ეხა ცხოვრებაში ეს ადამიანის ყვავაძეა თუ ვიღაცა რომ შეხვედრო და ისე რომ საერთოდ ბაიბურში არ ყოფილიყო დაუშვათ არაფრის სიტყვაზე ხო ძალიან კარგად დამეგობრდებოდა კიდევაც ყველაფერი და ეს არის ზუსტად როგორ ვთქვა ზერელე დასკვნების გაკეთება რომ უყვარს ადამიანებს და ძირითადად ყველა ადამიანი თავის თავიდან გამომდინარე აი მაგალითად ხო გებრალება ადამიანი ხო ან ვიღაცას ამსგავსებ განაპირდაპირ ამსგავსებს სახით და რაღაცა ადარებ რა ანუ სიტუაციით ვთქვათ რაღაცა მაგრამ ეხლა იყო ესეთი შემთხვევა მაგალითად რაღაცა სიტუაცია მოყვა სამსახურში თანამშრომელმა და ისე იცით როგორ ყვება რომ აი ეს რაღაცა ნუ იცით როგორი მომენტია როცა ორ ადამიანს ეხება ხო ერთ მხარეს როცა უსმენ ხოლოდ ხო და თან მით უმეტეს როცა ის ერთი მხარე ძალიან ნიჭიერია გადმოცემის უნარში და ასე და ასე შემდეგ თავისთავად ეხა ადამიანის ბუნება ეხა მე შევსულა რომ გავშეცდომებში მე შევუყვანი ვარ ესეთ რაღაცებს იმიტომ რომ არ უკვირდებით ხოლმე იმიტომ რომ ჩვენი საქმეები გვაქვს რაღაცა და რაღაცა ესე უნებლიეთ გუჯერა არავინ არ უსვამთ შეკითხვას საკუთარ თავს რომ აი ეს მეორე მხარე კაი ეს ბრმად რომ ვენდობით აი გვითხრა და ესეა რა იცი სინამდვილეში რა იყო როგორ იყო ეხლა ცოტა ისეთ რაღაცას ვიტყვი ცოტა ცუდი შედარება მაგრამ ეგრეთ წოდებულ ქუდულს რო ეძახიან ხო საქმის გარჩევის დროს როგორ ხდება ეს პირდაპირ რაღაცა დააშოვე ეგრევე გამოაქვთ ისა და დასკვნები არა ხო ხო და რაღაცა ესეთი ძალიან არასწორია რა მოკლედ არასწორია ესეთი დამოკიდებულება რა აი ერთია მართალი პირწმინდა და არაფერი დანაშაული არ ჩაუდენია და დედა ანგელოზია ფრთებს შესმული
ხო და მე სულ იმას ვამბობ ხოლმე, თქვენი მიცნობთ მე რომ არავინ არ არის ანგელოზი, მეც მაქვს ჩემი ცუდი ხასიათით, ისიც ესეც, მაგრამ მე ამაზე ვსაუბრობ და არ ვიმალები რაღაცა მიღბების ქვეშ რომ თქვა რომ იცით რა მე ძალიან ისა ვარ რა ბეკეკო და არის იცით ხო რა მოკლედ მიხვდით არ მინდა ამდენი ლაპარაკი მაგაზე ხო და ეს სხვათა შორის დღეს ვუყურებდი რაღაც ეს ვიდეო ამომიგდო და ლინკს მოგცემთ და მოусმინეთ ნუ რუსული ვინც იცით კარგად გაიგებთ საინტერესოა ძალიან საინტერესოა ზუსტად იმაზეა საუბარი რამდენად აი ადამიანები იქ ცოტა მძაფრად არის ანუ საშიში არა სხვისთვის მარტო საკუთარი თავისთვის მოკლედ რა ძალიან საინტერესო საკითხია და ვინც რა თქმა უნდა მოსმენა იცის და უყვარს მოსმენა ჩემსავით ვისაც უყვარს კითხვა მოსმენა და ასე შემდეგ ძალიან ცოტა მეგობრებო აი ხელზე ჩამოსათვლელი ხალხი დარჩა ვისაც უყვარს წიგნის კითხვა საერთოდ ზოგადად კითხვა მოსმენა ოღონდ მოსმენა ის კი არა უბრალოდ მოსმენა გააზრება მოსმენილის ხო აი ჩაუჭიქით მოსმინეთ რა მოკლედ მე ბოლომდე არ მომისმენე საკმარისი იყო ის რაც მომისმინე თავიდან დასაწყისში სოსო არქშია არქშია თქო კვერცხი მომხარშე და ისა მაშინ კაკაოს გაგიკეთებ შენ ხო და ეს მეგობრებო არავინ არ არის სრულიად მართალი და არც სრულიად ტყუანი, ასე რომ ესეთ რაღაცებს მოვიგონებთ და საერთოდ ახლა რომ სწავლობდი მაშინ იყო ესეთი რომ პირადი სიმპათიების მნიშვნელობა დაკითხვის დროს რამხელა მნიშვნელობა აქვს და რამხელა პროფესიონალიზმი სჭირდება ადამიანს რომ გაიგოს ჭეშმარიტება, ხო? შეიძლება, აი დავუშვათ ახლა მე მიყურებს დიდი ხანი ადამიანები, ვისაც მოვწონვართ რაღაცა, ხო? და თვლიან ახლა აი სრულიად დადებით პიროვნებად, ხო? ესე ხო არ არის სინამდვილეში. მე მგონი რა ვიცი დიდებალ ხალხს მე მგონი ჩემი გამომწერები ყველაზე ადეკვატური მგონია რა ვიცი შეიძლება დიდი წარმოდგენა მაქვს ჩემთვის ხო და ესე მგონია რომ მიცნობენ ისეც როგორც ვარ ჩემი მინუსებით და პლუსებით და მე აქ არ ვიქმნი რაღაცა ისეთ იმიჯს მე მგონი მიხვდით ხო მეც მაქვს ჩემი ტკივილიც სიხარულიც ისიც ესეც მოკლედ რა ჩვეულებრივი ადამიანი ვარ რა ხო და ძალიან რომ აქებენ ხოლმე ალბათ შემატყობთ რომ უხერხულობას გრძნობ და დიდათ არ მიყვარს ესეთი ქებადიდება და ხანდახან მაგიზიანებს კიდევაც ისე ამის შაცმან უნდა და ხო არ მოვიზომოთ ხო თან უკან ზმეიკავს ისეთი და დუგმას ვერ ვიხერხია მაგას ხო სადამდეა ეს მეგობრები უკარგად იცნობა. უბრალოდ უკან მენშენიკავს. ის საინტერესოა. ახლა ჯინსებზე რო გადავიდე რა პრობლემაა. მოვახლავეთ, დაგაპაუზეთ თორე დიდ დროს საერთოდ. მოკლედ, აი ესეთი კაბა. სახლისთვის რა მოკლედ. აი აქ ესეთ მე სკაბებს ვერ ვიცმე მეგობრებო, იმიტომ რომ აქ ნახეთ რამხელა ფუმფულები მაქვს. აი. ჯერ კიდე წინ მაქვს კლების ისა პროცესი. კი დავიკელი კარგად, მაგრამ წარმოიდგინეთ რამდენი მოვიმატე, რომ თქვენ კიდე რომ შემატყეთ, რომ დავიკელი. ახლა აი ეს კაბაში სხვათა შორის არ მეგონა რომ ჩავეტევდი, მეგონა მომიჭერდა და მე რესთვის გადავდებთ გო, მაგრამ ჩამეტია. არა მაგ ძალიან მოჭერილად, ზმეიკაც მე თვითონ შევიკარი, მაგრამ ესეთი წითელი კაბა. მუხლებს ფარავს, რაც მე მომწონს.
მოკლედ ისეთი ამბები, როცა აკაკუნებს. მოკლედ მეზობელი იყო შემოსული, ჩემი მეზობელი. კარის. ხო, და ესეც გადავიცი, აი ხო გითხარით, ნახეთ, ეს არის ზღვის. საკმაოდ გამჭვირვალეა. და არის ეხლა შარვალი მაცვია. და სპორტული, ეგრეთ წოდებული ბიუსგალტერი. და ანუ აი საცურაო კოსტიუმზე რო უცბად გადაიცვა, ეგ ვარიანტია, მაგრამ სახშიც ძალიან კარგად ვიხმარ, იმიტომ ისეთი გრილი, მე მგონი ხელს არ ვახლებ, იყოს რა სიგრძეც არის, არ მიშლის, იმიტომ რომ გრილია საკმაოდ. შარვალშიც კი მგრილა. შარვალს რო გავიხდი, საერთოდ გრილად იქნები. ხო, თან მეჩვევა მაქვს ესეთი მსგავს რაღაცებს რო ვიცმევ. შიგნიდან ახლა ქვემოთ ჩავიცმევ ან ესეთი საცურაო კოსტიუმი მაქვს შორტიკების ტიპის და ან შორტიკებს რაღაცას ჩავიცმევ და ზემოდან მექნება ეს სპორტული ეგრეთ წოდებული ბიუსგალტერი, იმიტომ რომ სახშიც მაინც მორიდებულად ვარ ხოლმე. ხო, რა ვიცი, ისე მაქვს კომპლექსები. ახალგაზრდობიდან მოყოლებული, რომელიც ვერ დავძლიე. ქუჩაში რო უყურებ ხოლმე ხალხს როგორ აცვია, მათი სითამამე მომცა, მეტი არაფერი არ. კარგით, მეგობრებო, ამითი რა ხო ეს სოსოს ჭერამია თუ გარგარია, მოკლედ რაღაცა შემოაწოდა. კარგით, მეგობრებო, დროებით საღამოს მაქვს მოლოდინეო გადავიდეთ, ნახოთ რა როგორ განწყობა იქნება რემონტი მიდის იქ. კარგით, აბა გაკოცეთ დროებით.